დიალოგისთვის საჭირო ადამიანური რესურსების გაქრობა არის ქართული ოცნების რეპრესიული კანონების მთავარი მიზანი, იმიტომ რომ ყველა ეს კრიტიკული კითხვა, რომელიც აი პოსტსიმართლის ეპოქაში კიდევ უფრო რთულად დაისმის და პასუხებამდე კიდევ უფრო რთულად მიდიხარ, ერთადერთი გზა არის რაღაცა პროპაგანდისგან მაქსიმალურად დაცლილ, თანასწორ, ჰორიზონტალურ გარემოში ჯანსაღი დიალოგი და დისკუსია თანამოქალაქეებს შორის. მე არ მგონია, რომ ამ დოზის პროპაგანდას კონტრპროპაგანდა უნდა დაუპირისპირო და ეგ რამე კარგს მოგცემს, ხო? ამ კარტების გათამაშება მე მგონია, რომ იქამდე მოგვიყვანა, სადამდეც მოვედით საერთო ჯამში. სანამ ჯერ კიდევ სუნთქვის და არსებობის შესაძლებლობა არის და სანამ ძალიან გვიანი არ არის და აი მზია ამაღლობელის ეს სიტყვები, რომ იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის, მაგ ბრძოლაში მე ზუსტად მაგას ვკითხულობ, რომ დაინახეთ ერთმანეთი, სანამ ჯერ კიდე სივრცე არსებობს ერთმანეთის დანახვის და ილაპარაკეთ სანამ მართლა პირზე ბოქლომს არ დაგადებენ, იმიტომ რომ მაგას ვხედავთ ახლა. ამიტომ სანამ ჯერ კიდე ოდნავ მაინც ამის საშუალება არის, ეს არის დასაწყები და ერთი ადამიანის გამოფხიზლებაც კი შეიძლება რაღაცა ჯაჭვური რეაქციის მიმცემი იყოს ამ პროცესისთვის და მე მგონია რომ ზუსტად მაგისი ეშინია ქართულ ოცნებას და იმიტოა ერთმანეთის მიყოლებით ყველა ეს კანონი დაინიცირებული.